მოგესალმებით აპოლონე სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი შემოგთავაზოთ და მოვამზადებ მარწყვის ტირამისუს. მარწყვის ტირამისუ არის საზაფხულო, ძალიან მსუბუქი და არის აგრეთვე ძალიან გემრიელი. ამჯერად დესერტს მოვამზადებ მასკარპონეს გარეშე. და მთავარი ინგრედიენტი იქნება ხაჭო, რისთვისაც მჭირდება 600 გრამი ხაჭო, 400 გრამი არაჟანი, 24% ცხიმის შემადგენლობით და 200 გრამი მაწონი. მჭირდება 3-4 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა, დაახლოებით 100 გრამი მარწყვი, 1 კილა შესქელებული რძე, ვანილის ექსტრაქტი, 50 გრამი ქოქოსის ფანტელები, 100 მლ ფორთოხლის წვენი და დაახლოებით 300 გრამი მარწყვი. მჭირდება აგრეთვე 300-400 გრამი სავოიარდის ბისკვიტი. პირველ რიგში მოვამზადებ მარწყვის სოუსს, რისთვისაც დაახლოებით 100 გრამ მარწყვს მოვათავსებ ჭურჭელში, დავუმატებ შაქრის პუდრას გემოვნებით, ჩემთან იყო დაახლოებით 3 სუფრის კოვზი, დავუმატებ ფორთოხლის წვენს. ფორთოხლის წვენი შეგიძლიათ კომპოტით ჩაანაცვლოთ. ბლენდერის მეშვეობით ვაქცევთ ერთ მასად და მე ამჯერად ყავის მაგივრად გამოვიყენებ მარწყვის სოუსს ბისკვიტის დასანამად. თქვენ შეგიძლიათ ყავა გამოიყენოთ. ფორთოხლის წვენი აძლევს განსაკუთრებულ არომას და არის ძალიან გემრიელი. შეგიძლიათ ფორთოხლის ლიქიორიც დავუმატოთ ან ალკოჰოლური სასმელი. გადავდგათ გვერდზე და შემდეგი რასაც გავაკეთებ ეს არის ხაჭოს, მაწონს და არაჟანს აღურევ ერთმანეთში. რისთვისაც არ გამოვიყენებ მიქსერს. შესაძლებელია თქვენ ხაჭოს დაჭირდეს საცერზე გატარება. და როგორც უკვე აღნიშნე, არაჟანი არის ჩემთან 24% ცხიმის შემადგენლობით, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ვუმატებ 1 კილა შესქელებულ რძეს, რომელიც იწონის დაახლოებით 400 გრამს და იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ შესქელებული რძე, დავუმატეთ შაქრის პუდრა გემოვნებით. მოურიეთ კარგად, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაიხსნას, შეგიძლიათ მიქსერიც გამოიყენოთ და უფრო სწრაფად გაითქვეფება. ბოლოს კი ვუმატებთ ქოქოსის ფანტელებს. ძალიან უხდება ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი, რომელიც მე სამწუხაროდ გამომრჩა. მე შესქელებულ რძეს ვუმატებ ბოლომდე და თუ თქვენთვის სიტყვა არ არის დამაკმაყოფილებელი, დავუმატეთ შაქრის პუდრა. ვუმატებ ვანილის ექსტრაქტს, მოურევ კარგად, რომ კარგად გადანაწილდეს ვანილის ექსტრაქტი კრემში. მე აგრეთვე მჭირდება დაახლოებით 300 გრამი მარწყვი, რომელსაც გავრეცხავ და დავჭრი წვრილად. როგორც ხედავთ, უკვე ყველაფერი მზად არის. მარწყვის სოუსი, კრემი, დაჭრილი მარწყვი და სავოიარდის ბისკვიტი. და მინდა აღვნიშნო, რომ არ არის აუცილებელი რომ გამოიყენოთ სავოიარდის ბისკვიტი. და შეგიძლიათ მომზადოთ როგორც ჩინური ტორტი, ჩვეულებრივი ბისკვიტით, ან თქვენი საყვარელი ორცხობილა შეგიძლიათ გამოიყენოთ. სავოიარდის ბისკვიტს მოვათავსებ მე ერთმანეთის გვერდზე და ეს მასა გათვლილია როგორც კლასიკური ტირამისუ მოზრდილი ჭურჭელისთვის. გამზადებულ მარწყვის სოუსს მოვასხავ ბისკვიტს ზემოდან. როგორც უკვე აღვნიშნე, თქვენ შეგიძლიათ ყავაში ამოავლოთ. უნდა მოასხათ ყველგან, რომ ბისკვიტი დაიფაროს. ძალიან ბევრი არ არის აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბისკვიტი ძალიან დალბება. გამზადებული კრემი, როგორც ხედავთ, არის საკმაოდ მყარი. ახლა კი გადავიტან და გადავანაწილებ ბისკვიტზე ზემოდან. გადაასწორეთ კრემი კარგად, თანაბრად.
და კრემზე ზემოდან მოვალაგე დაჭრილი მარწყვი. ისე რომ კრემი დაიფაროს. შეცადოთ რომ დესერტი მოამზადოთ ცოტა მაღალ ჭურჭელში. გადავიტან ბოლო მარწყვსაც. მარწყვზე ზემოდან მოვალაგებ ისევ ბისკვიტებს. და ნათლად ჩასჩემთან რომ ჭურჭელი ამ დესერტისთვის არის დაბალი. აქვს დაბალი ნაპირები. ამიტომ შეარჩიეთ შედარებით უფრო მაღალი ჭურჭელი. ბისკვიტს ზემოდან მოვასხავ ისევ მარწყვის სოუსს. მოვასხავ ყველგან. და გადავიტან მორჩენილ კრემს. კრემს გადავანაწილებ, რაც შეიძლება თანაბრად. გადავასწორებ ზედაპირს. დესერტი მოვამზადე მე შედარებით პატარა ფორმაში, ამიტომ მომრჩა ინგრედიენტები და გადავწყვიტე მომამზადებინე კიდევ პატარა ქილებში. სადაც მოვათავსე ისევ ბისკვიტი და ამ შემთხვევაში მე ბისკვიტი გავტეხე შუაზე, მოვასხი ზემოდან მარწყვის სოუსი, შემდეგ კრემი, შემოულაგე გვერდებში დაჭრილი მარწყვი, კრემზე მოვალაგე ისევ ბისკვიტი, ისევ სოუსი და ბოლოს კრემი. გამოვიდა სულ 2 ქილა. დესერტი უნდა მოვათავსოთ დაახლოებით 3-4 საათი მაცივარში. ამ მთელი ღამე. ჩემთან იმყოფებოდა მთელი ღამე მაცივარში, ახლა კი გავაფორმებ ზემოდან და გავაფორმებ მარწყვის სოუსით, რომელიც ცალკე გავთქვიფე და არ დამიმატებია ფორთოხლის წვენი, არამედ იყო მხოლოდ მარწყვი და შაქრის პუდრა. მოვასხავ ყველგან. შემდეგ კი მოვაყრი ქოქოსის ფანტელებს. და ზემოდან დავახეხავ თეთრ შოკოლადს. თეთრი შოკოლადი მოყარეთ თქვენი გემოვნებით. და მარწყვის ტირამისუს ხშირად ზემოდან აყრიან მხოლოდ კაკაოს. შოკოლადზე ზემოდან კი მოვალაგებ შუაზე გაჭრილ მარწყვს. თქვენ კი გააფორმეთ თქვენი გემოვნებით. პატარა ქილებში კრემს ზემოდან მოვასხავ მარწყვის სოუსს. და მოვაყრე გახეხილ თეთრ შოკოლადს. როგორც ხედავთ, ესე მარტივად მოვამზადეთ ეს გემრიელი დესერტი. მარწყვის ტირამისუ, რომელსაც არ ჭირდება დიდი დრო და არც ბევრი ინგრედიენტები. იმედი მაქვს, რომ ინგრედიენტები თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი.
და შეძლებთ მარწვის ტირამისუს მომზადებას. და როგორც ხედავთ, ესე მარტივად მომზადეთ. ძალიან გემრიელი და ძალიან მსუბუქი საზაფხულო დესერტი. ჩემს არხზე იხილავთ კლასიკური ტირამისუს ვიდეო რეცეპტს, რომლის ბმულსაც დაგიტოვებთ დაბლა ინფობოქსში. ახლა კი გავჭრათ დესერტი და ნახოთ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან. და გეტყვით, რომ დესერტი არის ძალიან მსუბუქი, ძალიან ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი. და თუ იმ დღესვე არ მიერთმევთ, ბისკვიტები ძალიან არ დაალბოთ. მოსინჯეთ, გააკეთეთ. მე კიდევ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები.